დღეიდან პროექტ თბილისელების ადვოკატის განსახორციელებლად თბილისის ყველა ბაზრობაზე დაიწყო ამ პროექტის განხორციელება საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ხშირად იწვევს ბაზრობებზე მომუშავე მცირე მეწარმეების გაუკვებლობას. ამ პრობლემის მომხმარების მიზნით თბილისის მერიამ და ფინანსთა სამინისტრომ ბაზრობების ტერიტორიაზე გამოყო ადგილი, სადაც თბილისელი ადვოკატები და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ერთობლივად იმუშავებენ და სურვილებს კვალიფიციურ სამართლებრივ დახმარებას უფასოდ აღმოუჩენენ. თბილისის მერი გიგი უგულავა და ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დღეს ვარკეთილის ბაზრობაზე მივიდნენ და მოვაჭრეებს შეხვდნენ. თბილისის 2010 წლის დასაქმების ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პროექტ თბილისელების ადვოკატის განხორციელებაა. პროექტის მიხედვით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დაიცვას საკუთარი უფლებები და სახლთან ახლოს მიიღოს უფასო იურიდიული მომსახურება. ქალაქის მასშტაბით პროექტით უკვე 30 მუნიციპალური ადვოკატი მუშაობს. თბილისის ადვოკატის პროგრამა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში იქნება, ყველა ბაზრობაზე და ყველა ისეთი საკითხი, აი როგორიც არის საგადასახადოსთან ურთიერთობა, დარიცხვა, კიდე კომუნალური სახლში მთელი დღე ბაზრობაზე. ყველა ამ საკითხს თბილისის ადვოკატები უფასო კონსულტაციას გაგიწყობენ. ეხლა თუ საჭიროა სასამართლოები და თავარი საბოლოო ჯამში ბიუჯეტის შესავსება არის რომ რაც მეტი ადამიანია დასაქმებული მით მეტი შევსება. ჯარიმებით ბიუჯეტის შევსება არის არასწორი და არც მოიტანს შედეგს. თავარია რომ დასაქმება